ნიკოლოზ სისვაძე პროფესიონალი სპორტსმენი, ძიუდოისტი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, ასევე გამოდივარ ჭიდაობა სუმოში, ვარ ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი. ბავშვობაში დავდივარ ფეხბურთზე. მშობლებს პირიქით სურდათ რომ მეჭიდავა თავიდან, რატომაც ალბათ ზიანეზურმა ქონდათ ესეთი რომ შემეძლო ჭიდაობა და ფეხბურთი აბარავთ როგორც ყველა ბავშვს ნიკომინდრე და ყოფილიყავი ის როგორც იყო ეს ფეხბურთელები. შემდეგ გადავწყვეტ რომელიც ასაკში დავკვირვებული ძიუდოთი ჭიდაობით. პირველი 2 წელი არ ვარჩევდი სიგურად, რომ შევამჩნიე რომ უკვე კონკურენცია იყო, ბიჭები ვარჩევდნენ, რომ უყურებდი სხვებს როგორ ჭიდაობდნენ. მეც მომდე ჭიდაობა, მეც ასე რომ ვთქვათ, სპორტულ აზარტში ჩავარდი და მოვისურვე გამხდარიყავი ჩემპიონი. და ამის მერე დავიწყე ვარჯიში. 13 წლის რო ვიყავი 100 კილოს წევდი, 17 წლის ვიყავი როცა წევდი 200 კილოს, ამოჭიმო შტანგის. ეს მოხეტებული 15 წელსაკში ანთექსში ვიყავი 220 კილო, ჩარჯდომასაც ისე ვაკეთე 220 კილო 4 ჯერ გავაკეთე, როცა ძიმეზე მივარა, ახლა ვერიდები, მეც ვერიდები. ძიმეზე მსგან საშიშია ხერხემლისთვის. ესეთი დიდი წონა აწუხე, ფიზიკურად კი შემიძლია ძალაც გააქვს, მაგრამ მაინც რომ მოვერიდეთ სახსრები დავიცვათ და არ არის აუცილებელი. საერთოდ პროფესიონალური სპორტი ძალიან იშვიათად არის ისე რომ არ იყოს ტრამული, ალბათ ყველა 90% სპორტსმენს აქვს მაინც რაღაც ტრამა გაატანილი. მქონდა პრობლემები, წელზე მქონდა პრობლემა, გაუხრებლად მივედი ჩაჯდომის დიწონაზე. ვივარჯიში და მეორე დღეს წელი ძალიან მტკივედა და ამან 2 თვე ჩამაგდა, ტრამა მქონდა და ვეღარჩევდი 2 თვე. ვაკეთებდი კერდის ვარჯიშს და დამეჭიმა ხრის გუნდი. ხრის ყესები. ამის გამო ვერ ვივარჯიშე 1 კვირა. შემდეგ ტავის მალმოები, გავაკეთე რეაბილიტაციური ვარჯიშები, გავწელე კარგად ხარი, რაც დამიხმარა და მიშველა. დაჭიმულობამ ყესებზე იცის ხანდახან წელის კუნთის დაჭიმულობა. ამისთვის მალმოებს ხარ ხოლმე, რაც შეიძლება ცოტა გიხმარება და გიხსნის, მაგრამ ამის წამალით ალბათ მაინც უფრო ვარჯიში აღვთ სულუკი ვარჯიში, რეაბილიტაციის ვარჯიში. მე მგონია ეგეთი რაღაც რომ ეგეთი ვარჯიშია წამოწევა შტანგის და მაგროს გამეჭიმე კუნთი წელის. და ანუ ვერაფრით ვერ შევედი, ვერც გამოყიჩებოდი ვერაფრით, უბრალოდ ისე ვარჯიშები უნდა მეკეთებინა წელის. ოღონდ ჰიპერექსტეზიები, რომელიც აძლიერებს წელს, წელის კუნთს და ხერხემალს აძლიერებს და იჭერს. ანუ რეაბილიტაციული ვარჯიშებია საჭირო მაინც. ვემზადები საქართველოს ჩემპიონატის ახალგაზრდებისთვის ძიუდოში, ასევე სუმოში ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ვცდილობ და რავი, ვიმედოვნებ რომ მაქსიმუმს გავაკეთებ და მოვიდით ბოლოს.